მე ვარ სალომე მაკარაძე 11 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-15 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა მოგზაურობა და ხატვა. ხატვაზე არ დავდივარ და ჩემთვის სწავლენ. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 5 წლის. მე ვიცი მზის ჩასლის ხატვა, მთების ხატვა, ეკლესიის ხატვა, ზღვის ხატვა, მონადირეების, ტყეების, მდინარეების და ასე შემდეგ. ყველაზე რთული არის შემოდგომის დახატვა. ყველაზე ადვილია მზის ჩასვლის დახატვა. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს და ახლა მაქვს 300 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ დიდი როცა გავიზრდები, დავათვალიერებ და გავიხსენებ ბავშვობას. ჩემი აზრით, ბავშვობა მთავრდება 13 წლის ასაკში. მომწონს დიდი რო ვარ, მაგრამ მენატრება ჩემი ბავშვობა. ჯერ არ გამიყიდია, მაგრამ მინდა გავყიდო ჩემი ნახატები. თითო ალბათ ეღირება 5 ლარი. მე ფული როცა მაქვს, ზოგადად ვხარჯავ ხატვის ნივთებისთვის. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონია 250 ლარი. საიდან და მაჩუკეს დაბადების დღეზე. იმდენად მიყვარს გაპრანჭო, რომ ეს ფული მთლიანად დავხარჯე ტანსაცმელებში. ზოგჯერ ვიპრანჭები დედიკოსთან ერთად და ეს პროცესი ძალიან მომწონს. გაპრანჭის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარს დეიდაშვილის შვილთან სტუმრობა. 9 წლისაა და ქვია მარიამ გორჯერაძე. დეიდაშვილის შვილიცაა და თან საუკეთესო მეგობარიც. მეგობრობა არის შესაყვარელ ადამიანთან ურთიერთობა. ახლა მყავს 5 საუკეთესო მეგობარი და მინდა მყავდეს 10 საუკეთესო მეგობარი. ჩემი აზრით, დიდი რო გავიზრდები, ხელფასი მექნება 10,500 ლარი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი დიზაინერი. ახლა მინდა გამოვიდე მხატვარი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლები და კარგი კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ელენე დევაცი. ყველაზე ჭკვიანია სოლომონ ბრუნჯაძე. ყველაზე მშვიდია ანასტასია რიჟვაძე. ყველაზე ბედნიერი კი მგონია მელისა ჯაყელიძე. მე ვარ ყველაზე ნაზი, ლამაზი და მოხერხებული. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ხათუნა მამულაიშვილი. იმიტომ რომ ლამაზია, გულწრფელი, თბილი და მოხერხებული. რაც მთავარია, უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. ახლა მინდა ვიყო 16 წლის, რადგან ვიქნები უფრო ლამაზი და ჭკვიანი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბაბუა და ჩემი 2 ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 1 და. ჩემი ძმა არის 21 წლის და ქვია ლაშა. ის არის ყველაზე ჭკვიანი, მოხერხებული, ბედნიერი და კეთილი. კარგ გოგოს იმსახურებს და მინდა მალე მოიყვანოს ცოლი. მეორე ძმა არის 6 წლის და ქვია საბა. საბა არის ჭკვიანი, მოხერხებული, მათემატიკოსი და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის მაშინ, როცა რამეს ვთამაშობ. მოდის და სათამაშოებს მპარავს. ჩემი აზრით, საბა რო გაიზრდება, გამოვა მათემატიკოსი. მამიკო არის მშვიდი, ბედნიერი, მოხერხებული და სიმპათიური. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი, ბედნიერი, მხიარული, ცოტა პრანჭია და გულწრფელი. ძალიან მიყვარს დედიკოს შოკოლადის ნამცხვარი და შემწვარი კარტოფილი. სხვათა შორის მეც ვაკეთებ გემრიელ საჭმელებს. პირველ საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 9 წლის. ეს საჭმელი იყო მაფიშები. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პეპი გრძელი წინდა. საყვარელი მულტფილმია ლილო და სტიჩი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ვიმოგზაურებდი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. პირველ რიგში სამოგზაუროდ წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. სალომე რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე სალომე დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ სალომე რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა თაია. შემდეგ მონაწილებს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა, ფუმფულა, თეთრი ლეკვი. ბედნიერება არის მოგზაურობა და ოჯახთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.